მე წავალ მე დავждები ჩემი გულისათვის დავაჭერინე შაბათის გუნდის ექსკლუზივი დიდი წმენდა რეგიონებში ბატონო ბიძინა ხო არ დაიმალებით ცირცხვილია ოცნებიდან იმ ხალხს უშვებენ ვისაც წლების განმავლობაში რეგიონებში სრული ძალა უფლება ჰქონდა ჩაბარებული თქვენ ხო ჩიგობიძის კადრი ხართ კი ბატონო თქვენი აზრით რამდენ ხანს გაუძლებთ დღეს 8 საათზე გიყვებით როგორ აჩოჩებს კობახიძე მდინარაძის ხალხი ძველებს რატომ მებრძოლო ბურკივით გასივა რატომ მებრძოლო რეგიონების შეუცვლელი მართველები გავლენებს ემშვიდობებიან ვინც ურჩობს ციხეში მიდის ლილუაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ჩიგოგიძეს და ისინი ეჭვიანობენ რა მოხდა რეალურად რესტორან ილიკოში სადაც ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარემ ქურდის შულთან ერთად მოქმედი პოლიციელის სცემა ან ჩიგოგიძე რაშვაშია იმ წუთში არც იქ არ იყო საქმე შაბათის გუნდმა დაადგინა რომ რესტორანში სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელს თავპირი დაამტვრია ჩიგოგიძეც იმყოფებოდა მე სულყავი მსუბრად საჩხუბი მოხდა ჩიგოგიძე მის დასაყრდენ საქმე ვეღარ ჩაუფარცხა არადა იყო დრო როდესაც მისი გავლენებით საქმეები ერთი ზარით გვარდებოდა რატომ არის შეგვიძლია ეს მე არ ვიცი ვერ გაქცევთ მაგაზე ხო მიცით რომ ძიმე მდგომარეობაში იყო გასაგებია მაგრამ დღეს გიყვებით როგორც სცემა დეპუტატიშვილმა თბილისში პოლიციელი თუმცა პასუხი არ აგებინეს უცე არ უნდა უჭირდა მედადილებოდა დახმარება ჭირდებოდა დიდხანს ველაპარაკებოდი გომელაურის მინისტრობის დროს და მღვდლის შუამავლობით საქმე ჩაიფარცხა გერმანიაში დიდხანს მოუწია მკურნალობა აქ ვერ უმკურნალესაა ჩამსვლელი ხონდა დღეს შაბათის ეთერში ნახეთ როგორ ლაგდება ამ ქვეყანაში კრიმინალური ისტორიები პოლიტიკური გავლენებით შევწყვეტავთ დიდი ფულის წელი იმდენი ფული გაქვთ რომ არ ითვლით ოცნების დეპუტატები ითვლიან ვინ რამდენი მილიონი იშოვა 2025-ში ფინანსისტი ვარ და ფულის დაცვა როგორ ვიცი აღარ ბინების ფასი ბოლო წლებში გაორმაგდა მშენებლობის ბიზნესი კი მათია მოგება რამდენი იყო ახლა როგორ არის მაწუხებ როდესაც იპოთეკური სესხებით წლობით 100,000-ობით ადამიანს კისერზე მძიმე ტვირთად კიდია ნახეთ რამდენი მილიონის მოგება რჩებათ კომპანიებს ერთი გაყიდული ბინიდან თავი არის რომ მოგებასია კომპანია თავი არის ღვინო რუსეთში და მილიონები საბანკო ანგარიშზე რამდენი მილიონი ჩაიდის წამლები დახლებზე და დიდი მოგება ყველა არის მოგებასი ერთი კორპუსი თბილისში და მილიონი ჯიბეში ოქროს ხანა დგას ახლა თქვენს პირსახელზე დღეს 8 საათზე ნახეთ რამდენ მილიონიანი მოგები დაასრულეს ქართული ოცნების დეპუტატებმა ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე 2025 წელი არის არა რა ბატონო დავით კიდევ უნდა გაიქცეთ და დაიმალოთ დავით მაკარაძე მოსამართლე რომელიც ხალხს ციხეში ტროტუარზე დგომისთვის უშვებს არ გწყვენიათ ბატონო დავით ამდენ ადამიანს რომ ასამართლე მოხდა თუ არა სისტემაში მოსამართლეს სიდედრის გავლენებით რომელმაც თავი სასამართლო კლანის სანქცირებული ბოსების ერთგულებით დაგვამახსოვრა სად მუშაობთ თბილისის მერიაში ხართ ხო დასაქმებული მთელი ოჯახი რეჟიმს ემსახურებით ქონება მფარველები გავლენები 8 საათზე ნახეთ საიდან გააჩინეს მოსამართლე მაკარაძე და რატომ აიღო საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებები სიდედრმა ჩაგიწყოთ მურუსიძესთან სიდედრი ექს-მოსამართლე ცოლი მერიის მაღალჩინოსანი ცოლის და მოსამართლის თანაშემწე და უხილავი ხელის მფარველობა რომელიც მის კარიერულ წინსვლას მიყვება მაკარაძის მაგალითი აჩვენებს იმას თუ როგორ გადადის მემკვიდრეობით მოსამართლის თანამდებობა ოჯახის წევრზე გორის სასამართლოდან თბილისში მივლინებული მოსამართლის ამბავი ნახეთ დღეს 8 საათზე ორთაჭალის წილებზე უნდა გკითხოთ ბატონო კახა თბილისის მერის გარემოცვა ახალი ცათამჯენების უკან როგორ გახდა მრავალმილიონიანი პროექტის მფლობელი კალაძის კომპანიის დირექტორი ლანა ხასიდაშვილი ვინ არის თქვენი კომპანიის დირექტორი ელიტური უბანი მტკვრისპირას ხედებით მთელს ქალაქზე საკრებულომ საჭირო დოკუმენტები ერთ დღეში და რეკორდული სისწრაფით დაამტკიცა ყველაფერი არის მერთან დაკავშირებული მაინტერესებს გავლენებით მოხერხდა ეს ყველაფერი რომ დაჩქარებულად გადაიქცეთ კალაძის ერთი მეგობარი კალაძის მეორე მეგობარი და კალაძის კომპანიის დირექტორი ახალი მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის მიღმა მხოლოდ თბილისის მერის გარემოცვა დგას ახლა კალაძის მეგობარი ხომ ხართ ამასაც ხომ ვერ უართ რა პრობლემა მეგობრობა გაიაბე დღეს 8 საათზე ნახეთ რა ინტერესი აქვს თბილისის მერს სამშენებლო ბიზნესში ისია რეალურად ეს მშენებლობა პირადად და მხოლოდ კალაძის
გამარჯობა თონანდეი და იმ ბალუმ გაშემოთვალა დღეს იმ ბალუმ რაო ტროფისკის ნომერი მე არ ამავს იმის მე კავშირდება TikTok-ით და ქურდული პრაგონის ორგანიზებისთვის დავალებები TikTok-ით გაიცემოდა. ესე უთხარა ის ხო რომ მოიყვანეს ხო ეგ პროჭით ხო ეგ ხო ესე უთხარი დანარჩენი მაგან კი იცის მე მაგას როგორ გაუშვებდი ჩემგან შაბათის გუნდმა მოიპოვა კანონიერი ქურდის ჯვარსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. ზევადი შენ ხარ? ისმის? ენცომ პირადად მომიკითხა უფრო გაჩერდესო 8 საათზე ნახეთ რატომ დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტის 55 წლის დედა. ცდილობდა თავის შვილის კრიმინალური ავტორიტეტის გავლენის დამტკიცებას. საქმის გარჩევა ქურდული წესებით კრიმპოლის ფაილებით, რომელიც ჩვენ ხელში ჩაგვივარდა, დგინდება რომ ქმარზე განაცხენებული ცოლიც კი ყოფილი მეუღლისაგან 2000 ლარის ამოღებას ქურდების დახმარებით ცდილობდა. მოვიდნენ აკეთა კადის ხმაური ზარბები, გავაღიკა რა არის? სპეცრაზმი იყო. როგორ გაიზარდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში კრიმინალური სამყაროს გავლენები ქვეყანაში. შავი სამყარო აკონტროლებს ბიზნესსაც ბატონოვაჟა ამ ქვეყანაში. 8 საათზე ნახეთ რა საქმეები წყდებოდა ქურდული სიტყვით.